იცოდით თუ არა, რომ ძველ თბილისში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. სინამდვილეში ისინი უბრალოდ მეზობეები იყვნენ. მე-19 საუკუნის თბილისში ანტისანიტარია ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქუჩები ნაგვით, მკვდარი ცხოველებითა და აუტანელი სიმწვალით იყო სავსე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავარმართებლის ბრძანებით 80-იან წლებში სომხეთიდან 2000-მდე ადამიანი ჩამოასახლეს და ასე დაარსდა მეეზოვეთა ინსტიტუტი. მოგვიანებით ეს პროფესია მჭიდროდ გადაიჯაჭვა იეზიდურ თემსაც. თუმცა მეეზოვეების საქმიანობა გარდა დასუფთავებისა პოლიციურ მონიტორინგსაც მოიცავდა. ნიკო ფიროსმანის ცნობილ ნახატზე მეეზოვის ყავარჯენი შესაძლოა ხელკეტის ფუნქციასაც კი გამოხატავდა. გაზეთი ვერიაში დაბეჭდილი სტატია დეტალურად აღწერდა მეეზოვეების საქმიანობას. ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ, ვინ შედიოდა ან გამოდიოდა სახლებიდან, რა შეჰქონდათ ან გამოჰქონდათ იქიდან. და თუ რაიმე საეჭვო შენიშნავდნენ, დაუყოვნებლივ აცნობებდნენ ბოქაულს. ეს სისტემა 1914 წლამდე არსებობდა. თუმცა კითხვა დღემდე აქტუალურია. როცა ვიღაც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს, ნამდვილად მხოლოდ ამას აკეთებს?